გამარჯობა ჩემო ძვირფასო მაყურებელო. ერთკვირიანი პაუზის შემდეგ მშვენიერი ქართული ამბებით დაგიბრუნდით. მადლობა თბილი კომენტარებისთვის და აქტიურობისთვის. გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ვიდეო. ასე ძალიან დაგვეხმარებით. მე კი უფრო დიდი ენერგიით მოგიმზადებთ ქართულ ამბებს. რასაკვირველია, დიდი მადლობა კროკოს გვერდში დგომისთვის. დავიწყოთ. ეროსის ძაღლის პანაშვიდი. ამ ამბავში დიდი ქართველი მსახიობი ეროსი მანჯგალაძე გავიხსენოთ. გარდა მისი ფენომენალური ხმის ტემბრისა და ოსტატობისა, ეროსი ცნობილი იყო თავისი სიკეთეებით. ძალიან კეთილი ადამიანი ყოფილა. ასევე ლეგენდარული იპოლიტე ეროსიზე იხსენებდა. ერთხელ ოზურგეთში გადაღებებზე ვიყავით და მტირალ ორსულ ქალს შევხვდით. ეროსი დაინტერესდა, რატომ ტიროდა და ჰკითხა მიზეზი. ფული მომპარეს, უპასუხა ქალმა. ეროსიმ ჯიბიდან ამოიღო რა თანხაც ჰქონდა და სულ იმ ქალს გადასცა. ის ბედნიერი წავიდა. მე მივაძახე, თუ ბიჭი გაგიჩნდა, ეროსი დაარქვი, ეროსი. რამდენიმე წლის შემდეგ მე და ეროსი გადაღებაზე კვლავ ერთად მოვხვდით. ის ქალი ჩვენთან მოვიდა და თავისი პატარა ეროსიც მოიყვანა გასაცნობად. ადამიანების გარდა ეროსის ცხოველებიც ძალიან უყვარდა. თვითონაც ყოლია ერთი ძაღლი ტანგო. სიმართლე რომ ითქვას, ზედმეტად უჯიშო ძაღლი ყოფილა. მაგრამ რას ვიზავთ, ეროსისთვის მოსკოვში უჩუქებიათ გადაღებებზე და ამასაც წამოუყვანია. მთელი თეატრალური საზოგადოება ამ ძაღლს დასცინოდა. როგორც ბორის წიფური ამბობდა, ასეთი მახინჯი ძაღლი ჩემს სიცოცხლეში არ მინახავსო. ეროსის კი ძალიან უყვარდა თავისი ძაღლი. ბოლო-ბოლო ეს ძაღლი სიბერით გარდაიცვალა. გონიათ აქ დამთავრდა მასზე დაცინვა. სულაც არა. ძაღლის გარდაცვალების შემდეგ ეროსი მანჯგალაძე მიიღო დეპეშა. გახსნა და კითხულობს. მთელი გულით ვწუხვართ ძაღლი ტანგოს გარდაცვალებას. მიიღეთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი. კი გაბრაზდა ეროსი, თუმცა არ იცოდა ვიზზე გაბრაზებულიყო. როცა გაიგო, რომ სამძიმრის დეპეშა სესილია თაყაიშვილმა და დოდო აბაშიძემ გამოუგზავნეს, კაი ხანს ხმას არ სცემდა. გივი ბერიკაშვილი უფრო შორსაც წავიდა. რამდენიმე მსახიობის შეკრიბამ რესტორანში წაიყვანა და ძაღლ ტანგოს ქელეხი გადაუხადა. რამდენ ხანს არ ელაპარაკებოდა ეროსი ამის გამო გივი ბერიკაშვილს, ჩვენთვის უცნობია. ალბათ ძალიან დიდ ხანს. კომპიუტერი საბჭოთა კავშირში. რუსუდან ვაშაკიძის მოგონება. 1987-88 წლებში უნივერსიტეტში ჰქონდა ლექცია. ერქვა კომპიუტერული სწავლება. პირველ კორპუსში გვიტარდებოდა. გპ-დან სპეციალურად მოწვეული ლექტორი გვასწავლიდა კომპიუტერს წიგნიდან. მთელი პარადოქსი ის იყო, რომ რაღაც გაუგებარი დიდი ზომის კომპიუტერი იდგა აუდიტორიაში და გადაფარებული ჰქონდა ტყავის სახელდახელოდ შეკერილი ჩიხოლი. ერთი-ორჯერ კი გადავაძრეთ სტუდენტებმა ეს ჩიხოლი, მაგრამ ვერაფერი გაუგეთ. საერთოდ რატომ გვქონდა ეს საგანი ჩამონათვალში, არ ვიცი, გაუგებარი იყო. ყვითელი დიდი წიგნიდან ვსწავლობდით პასკალის და ბეისიკის ენას. დიდი ამბით ვსწავლობდით თუ რა ოპერაციებს ასრულებს კომპიუტერი. ოღონდ მისი მუშაობა თვალით არ გვქონდა ნანახი. გამოყენებასა და პრაქტიკულ მეცადინეობაზე ხო საერთოდ საუბარი ზედმეტი იყო. წიგნში დახატული კლავიატურა მახსოვს. მისი ოპერაციების ჩამონათვალი და განმარტებები. ერთი სული ჰქონდა, ყველას გვენახა ნამდვილი კომპიუტერი როგორ მუშაობდა. ეს წარმოდგენით წარმოსახვითი სწავლება დაზუთხვა იქვე ქრებოდა ტვინიდან, რა თქმა უნდა. როგორც გამქრალა ბევრი უაზრო ინფორმაცია. ეს იყო ნამდვილი საბჭოთა კავშირი და საბჭოთა განათლება. რისთვის გვასწავლიდნენ ამ პრაქტიკულ საქმეს პრაქტიკის გარეშე, ან რა აზრი ჰქონდა ასეთ სწავლებას. მოკლედ, ამ ტყავის ჩიხოლ გადაფარებულ კომპიუტერს მხოლოდ ილუსტრაციებისთვის იყენებდნენ. ეს ჩიხოლიც ჩვენ გადავხადეთ. ჩვენი ლექციაც იმ გამოუსადეგარ თუ ვერ გამოყენებულ კომპიუტერს გავდა. შორიდან რომ გაინტერესებს. ახლოს მიხვალ და აზრზე არ ხარ რა უნდა უყო. ეს იყო საბჭოთა კავშირი, რას გვასწავლიდნენ, რისთვის. კაპიტალისტების ხელსაწყო დიდი ამბით ედგათ უნივერსიტეტში და არც კაპიტალისტების ენა ესმოდათ. ერთ-ერთი ასეთი ლექციის დროს გარედან შეძახილები გავიგონით. ფანჯრის გაღება უთხოვეთ ლექტორს, რომელმაც გარეთ არ გაგვიშვა. კარი ჩაგვიკეტა. გარეთ მიტინგია და თქვენ არაფერი გესაქმებათო. ჩვენ უთხარით, რომ ფანჯრიდან გადავხტებოდით. გარეთ ეზოში გამსახურდია კოსტავას მიტინგი გუგუნებდა და მთელი უნივერსიტეტის სტუდენტობა იქ იდგა. ჩვენც შეუერთდით, ბუნებრივია. ჩაკეტილი კარიც გავაღეთ და ლექტორსაც დავემშვიდობეთ.
დავუტოვეთ ტყავის ჩიხოლ გადაფარებული უმოძრაო კომპიუტერი, რომელიც გადასარევად ასახავს მაშინდელი საბჭოთა კავშირის არსებობას, სულსაც და იდეოლოგიასაც, ნამგალსაც და უროსაც. კოლაუ ნადირაძის აკრძალული ლექსი. კოლაუ ნადირაძის ცნობილი ლექსი ხომ გახსოვთ? ყოველ წელს 25 თებერვალს რომ ვაზიარებთ ხოლმე. თოვდა და თბილის ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი. ამ ამბავში მისი შექმნის ისტორიასაც მოგიყვებით და მისი გამოქვეყნების შემდეგ ატეხი ლაურზაურსაც. თვითონ კოლაუ იხსენებს. 1969 წლის 25 თებერვალი გათენდა. მე და ჩემი მეგობრები ქაშვეთში წავედით. სანთლები დაუნთეთ საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლ თავდადებულთა სულებს. მოვინახულეთ გრიგოლ ორბელიანის საფლავი. კაეშანი შემომაწვა გულზე. შინ რომ დაუბრუნდი, დავწერე ეს ლექსი და შალვა დემეტრაძეს გადავეცი. შენ ჩემზე გაცილებით ახალგაზრდა ხარ. იქნებ ჩემ შემდეგ მაინც დადგეს ლექსის დაბეჭდვის დრო მეთქი. არადა შალვა გარდაიცვალა. მე კი ცოცხალი დავრჩი. მისი არქივი ლიტერატურის მუზეუმმა წაიღო. მათ შორის ჩემი ლექსი. დაეტყობა არენება განგებას ამ ლექსის დაკარგვა. ასე მოხდა ეს ამბავი. ეტყობა ლექსსაც ადამიანის არ იყოს თავისი ბედი აქვს. ლექსი კი საბოლოოდ დაწერიდან თითქმის 20 წლის შემდეგ გამოქვეყნდა. 1985 წელს ეს ლექსი დაიბეჭდა კრებულში პოეტის 1000 სტრიქონი. უცნაურია, რომ კრებული დიდი ოქტომბრის რევოლუციის 70 წლის თავს ეძღვნებოდა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს ლექსი გაეპარათ. რა ამბავი ატყდებოდა, ხო წარმოგიდგენიათ? ამ ლექსის დაბეჭდვას გადაყვნენ მთავარი რედაქტორი მამუკა ციკლაური, მოადგილე იზა ორჯონიკიძე, განყოფილების გამგე, ნომრის რედაქტორი, ლიტერატურის მუზეუმის თანამშრომლები და ყველა, ვისაც რაიმე კავშირი ჰქონდა ამ ლექსის დაბეჭდვასთან. სწორედ ამ ლექსის გამო გამოცხადდა კოლაუ ნადირაძე აკრძალულ პოეტად. და რომ არა მისი ასაკი ციხეც არ აცდებოდა. უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივში ინახება ცნობები მწერალთა კავშირის ხდომიდან, სადაც კოლეგები საკუთარ აზრს გამოთქვავენ კოლაუ ნადირაძის დანაშაულებრივ ლექსზე და ახსნა განმარტებასაც ცდილობენ, რათა მოხუცი პოეტი მოსალოდნელი საფრთხისგან დაიცვა. ჯანსუღ ჩარკვიანი. მე აღვშფოთდი, როცა ეს ლექსი წავიკითხე. ისეთი იდეური პოეტისგან, რომელსაც აქვს ლექსები, ლენინი, მავზოლეუმი და სხვა, არ მოველოდი ამგვარ პუბლიკაციას. თამაზ ჭილაძე. ჩემი აზრი ემთხვევა ჯანსუღის აზრს. კოლაუ ნადირაძე შემთხვევითი პიროვნება არაა. ისეთი იდეური ლექსების ავტორისგან, როგორიც არის მისი წითელი მოედანი, მავზოლეუმი და სხვა, მართლაც საკვირველია ასეთი ლექსების დაწერა. ეს არაა შეგნებული ნაბიჯი, რადგან მთელს მის ცხოვრებაში არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა. ვიზიარებ ჩემი მეგობრების პოზიციას. დაადგინეს მწერალთა კავშირის სამდივნო, გამოხატავს რა მთელი ქართული მწერლობის აზრს, უკიდურეს გულის წყრომას გამოთქვამს ზემოთ ხსენებული ფაქტის მიმართ და სასტიკად კიცხავს ნადირაძეს ჩვენი ასეთი შერცხვენისათვის. სამწუხაროდ ასეთი დრო იყო. მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ დღევანდელი ამბები, მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, თქვენი თითოეული აქტივობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მალე შევხვდებით. დროებით.